მოგესალმებით. ჩვენ მეორე კლასიდან დავიწყეთ მოთხრობების წერა. პროექტი ნორჩი მწერალი. ჩვენმა კლასელმა და მეგობარმა დაგვიზარდა წიგნები და მაშინ ვწერთ ხოლმე მოთხრობებს. მე დავწერე მოთხრობა პენალის ამბები. სახელი და გვარი გაგვეცანი? მე ვარ ბარბარე ყიფშიძე. მე პენალი ვარ. მოდი ვნახოთ რა მითევს. პირველი არის ფანქარი. მოდი გავეცნოთ მათ. ჩვენ ფერადი ფანქრები ვართ და ნახატებს ვალამაზებთ. შემდეგი არის კალამი. მე კალამი ვარ და ლამაზი კალიგრაფია მაქვს. შემდეგი არის საშლელი. მე საშლელი ვარ და ზედმეტ ხაზებს ვშლი. ბოლო არის მაკრატელი. მე მაკრატელი ვარ და ფურცლებს ვჭრი. სულ ეს მიდევს ჩემს პენალში. კაი. კიდევ ხარ ნახატი, მაგრამ მოატრიალე. ძალიან კარგი. აქეთაც არის ნახატი. უი, რა ლამაზია. ოჩა. აქეთ რა მოთხრობა გაქვს წინ? ცელქი ღამურა. გინდა ეგეც წაგვიკითხო? მეთი აბა, წაგვიკითხე. ცელქი ღამურა. იყო და რა იყო რა. იყო ერთი ცანცარა ღამურა. აღმოჩნდა რომ ღამურა ცანცარა კი არ იყო, არამედ თავის ჩრდილის ეშინოდა და შეშინებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა რაღაცებს. ცხოველებს კი ეგონათ ცანცარებდა და ამიტომაც შეარქვეს მეტსახელი. აი, თურმე რა ყოფილა, სულაც არ ყოფილა ცანცარა. ერთხელ ღამეს, როცა მთვარე კარგად ანათებდა, ღამურამ შეამჩნია, რომ მას თან დასთევდა უზარმაზარი შავი არსება და ძალიან შეშინდა. შეშინებულს დაუწყია უგზო-უკლოდ ფრენა და ამიტომაც ეხეთქებოდა თურმე ხეებსა და სხვადასხვა რაღაცებს. ერთხელ ბუმ შეამჩნია ღამურას ეს უცნაური ქცევა. გაუკვირდა და მივიდა და კითხა. რა გჭირს? რატომ იქცევი ასე? რაღაც საშიში დამსდევს და მეშინია. ბუჩა ეცინა, მოეფერა ღამურას და უთხრა. მოგეშინია, ეს შენი ჩრდილია. ის მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა მთვარე ანათებს. ამიტომ აღარ შეგეშინდეს. შეშინდა. ამის შემდეგ ღამურას აღარ ეშინოდა. აჩა. და ეს ძალიან მომეწონა, ძალიან. რა ლამაზია ყველაფერი, ყოჩა, ამბავიც და ნახატიც, ყველაფერი კარგია. და კარგი გოგო.